გამარჯობა მეგობრებო. დღეს მინდა გაგიზიაროთ ერთი განსაკუთრებული წიგლის იდეები, რომელმიც მილიონობით ადამიანს დაეხმარა ცხოვრება უკეთესობისკენ შეეცვალა. საუბარია ჯეიმს კლიერის წიგნზე ატომური ჩვევები. იგი გვიჩვენებს, თუ როგორ შეიძლება პატარა ყოველდღიურმა ცვლილებებმა წარმოუდგენლად დიდი შედეგები მოიტანოს. მოდი, ერთად გავიგოთ მისი საიდუმლოებები. კარგი ჩვევები ისეთ შედეგებს წარმოშობს, რომელიც მრავლდება. კარგი იქნება ჩვევა თუ ცუდი, ორივე გროვდება. პროდუქტიულობის, ცოდნისა და ურთიერთობების თვალსაზრისით დადებითი ასპექტები ერთმანეთს ერწყმის. ნეგატიური დაგროვება კი სტრესის, უარყოფითი აზრებისა და აღშფოთების დროს იჩენს თავს. დაგროვების პრინციპი ბევრ რამეზე შეგიძლიათ გამოიყენოთ, მაგალითად პროდუქტიულობაზე. შეიძლება უმნიშვნელოდ მოგეჩვენოთ, როდესაც დღის განმავლობაში ერთ დამატებით დავალებას ასრულებთ, მაგრამ ეს მნიშვნელოვანი ხდება მაშინ, როდესაც მას თქვენს კარიერაში ახორციელებთ. როცა ზოგიერთ დავალებას ავტომატიზაციას უკეთებთ, თქვენს ტვინს ეძლევა თავისუფლება იფიქროს უფრო მნიშვნელოვან საკითხებზე. თუ გახდებით მთელი ცხოვრების მანძილზე მოსწავლე, თქვენ გამოიყენებთ ცოდნის დაგროვების შესაძლებლობას. არსებობს დაგროვების პრაქტიკის რამდენიმე გზა. მაგალითად, კითხვა გიბიძგებთ იფიქროთ განსხვავებულად და გაცნობთ ახალ იდეებს. სიკეთეში ზრდა ასევე დაგროვებით სარგებელს იძლევა თქვენი ურთიერთობების თვალსაზრისით. ადამიანები მიდრეკილნი არიან დაეხმარონ სხვებს, რომლებიც მათ მიმართ კეთილგანწყობილნი არიან. ნეგატიური რამეც მიდრეკილია დაგროვებისკენ. მცირე სტრესორები შეიძლება თავიდან იზოლირებული მოგეჩვენოთ, მაგრამ დროთა განმავლობაში ისინი სერიოზულ ჯანმრთელობის პრობლემებად იქცევიან. მშობლობა, საცობები, არტერიული წნევის უმნიშვნელო მატება და ასე შემდეგ სადარდებლის გავრცელებული წყაროა. სტრესის შეგრძნება შემდეგ უფრო მნიშვნელოვან პრობლემებად გროვდება. უარყოფით აზრებსაც შეუძლია დაგროვება. ისეთი აზრების დაგროვება, რომლებიც ცხოვრებას არ აუმჯობესებენ, თქვენთვის ნეგატიურ რეალობას შექმნის. იყავით ყურადღებით, როგორ ფიქრობთ საკუთარ თავზე და სხვებზე. იგივე ეხება აღშფოთებას. ხშირად ეს არის მიკროაგრესიების ერთობლიობა, რომელიც პროტესტში და სამოქალაქო არეულობაში გადაიზრდება. მაგრამ ჩვენ გვსურს, რომ ეს ერთ მოვლენას მივაწეროთ, თითქოს ის იზოლირებული იყო. მცირე ცვლილებები უმნიშვნელოდ გამოიყურება, სანამ არ მიაღწევს გარდამტეხ მომენტს ან ზღვარს. ეს ზღვარი ცნობილია როგორც ლატენტური პოტენციალის პლატო. თქვენთვის სასურველი შედეგების მისაღებად საჭიროა მოთმინება. იცოდით, ჯეიმს კლიერის თქმით, 1%-იანი ყოველდღიური გაუმჯობესება ან რეგრესია წლის ბოლოს 27-ჯერ უკეთესად ან უარეს დაგდოვებთ. ცუდი ჩვევის დაძლევა რთული საქმეა. კარგი ჩვევების გამომუშავება რთულია, ხოლო ცუდების დაძლევა კი შესაძლოა უფრო მეტად რთული. თუმცა ეს შესაძლებელია. არსებობს ერთი ხრიკი. იმის ნაცვლად, რომ კონცენტრირება მოახდინოთ შედეგზე, რომელიც შეიძლება ძალიან შორს გეჩვენებოდეთ, დრო დაუთმეთ ეფექტური სტრუქტურის შექმნას, რომელიც საშუალებას მოგცემთ მიზნისკენ პროგრესი განიცადოთ. მიზნები გეუბნებათ სად გსურთ წასვლა, ხოლო სისტემები გიჩვენებენ, როგორ მიხვიდეთ იქ. ყველას შეუძლია დასახოს მიზნები, მაგრამ ისინი, ვინც ამ მიზნებს აღწევენ, ქმნიან კარგ სტრატეგიას მიზნის მისაღწევად. გამარჯვებულებს და დამარცხებულებს ერთმანეთისგან გამარჯვებულების მიერ დანერგილი უწყვეტი მცირე გაუმჯობესების სისტემა განასხვავებს, რომელიც მათ მიზნის მიღწევაში ეხმარება. ჯეიმს კლიერი. მიზნები დროებითია, ყველას სურს შედეგები, მაგრამ ამ აზროვნებისას პრობლემები ხშირად თავიდან იჩენს თავს. გრძელვადიანი ცვლილება მოდის სწორი პროცესის შექმნით და პროცედურების ავტომატიზაციით. მიზნების მიღწევით გამოწვეული სიხარული, როგორც წესი, ხანმოკლეა. გარდა ამისა, ადამიანები, რომლებიც მიზნებზე არიან ფოკუსირებულნი, მიდრეკილნი არიან ბედნიერების გადადებისკენ. პირველ რიგში სისტემაზე ორიენტირებული მენტალიტეტით, თქვენ ტკბებით ყოველი ნაბიჯით, რომელიც მიზნისკენ მიგიყვანთ. თუ ის, რასაც აკეთებთ, სიამონებას განიჭებთ, მოგინდებათ, რომ ისევ გაიმეოროთ. პირველ რიგში სისტემაზე ორიენტირებული მენტალიტეტი გათავისუფლებთ მკაცრი მიდგომისგან თქვენი მიზნების მიღწების გზაზე. ზოგჯერ ცხოვრებაში რაღაც ხდება და თქვენს წარმატების გზაზე შეიძლება დაუგეგმავი შემოვლითი გზით წასვლა დაგჭირდეთ. კარგი სისტემა ადვილად ეგუება ახალ სიტუაციებს, მაგრამ ამავდროულად გეხმარებათ, რომ გზა არ დაკარგოთ. მიზნები ხშირად გვიშლის ხელს მდგრადი პროცესების შექმნაში. ძველი ჩვევები ბრუნდება, როდესაც თქვენს მიზანს მიღმა არაფერი რჩებათ, რაც თქვენს мотивაციას შეინარჩუნებს. მაგალითად, თუ თქვენი მიზანია 20 ფუნტის დაკლება, ამის მისაღწევად რამდენიმე გზა არსებობს. თუმცა შესაძლოა 20 ფუნტის დაკლების შემდეგ ძველ ჩვევებს დაუბრუნდეთ, რადგან თქვენ ვერ შექმენით ეფექტური სისტემა, რომელიც წონის მართვაში დაგეხმარებათ. თქვენ არ თამაშობთ ერთი თამაშის მოსაგებად, არამედ იმისთვის,
რომ ჩემპიონი გახდეთ. ატომური ჩვევები ქმნის ნამდვილ ჩემპიონებს. ერთად შეჯგუფებისას პატარა ატომები ქმნიან მოლეკულებებს, ხოლო ატომური ჩვევები კი ქმნის მთლიან ფუნქციურ სისტემებს. ვინ ხართ თქვენ? ჩვევების შეცვლისას სირთულეების წინაშე დგომის ორი მიზეზი არსებობს. ჩვენ ვცდილობთ შევცვალოთ არასწორი რამ. ჩვენ ვცდილობთ არასწორი გზით შევცვალოთ. ქცევის განვითარების სამი ფენა არსებობს: შედეგი, პროცესი და იდენტობა. შედეგები არის ცვლილების შედეგი. პროცესები არის ის მოქმედებები, რომლებსაც ახორციელებთ ცვლილების შესასრულებლად. იდენტობა არის თქვენი რწმენა. ხანგრძლივი ჩვევების განვითარებისას პრობლემა ჩნდება ცვლილების მიმართულებიდან გამომდინარე. თქვენი ყურადღება ხასიათის შეცვლაზე უნდა იყოს ორიენტირებული და არა მიღწევებზე. რწმენის შეცვლას წინ უნდა უძღოდეს ქცევის მოდიფიკაცია. ის თუ ვინ ხართ თქვენ, უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ის, რასაც აკეთებთ. თუ ჩვევა თქვენი პიროვნების ნაწილი გახდება, მისი შენარჩუნების შანსი გაცილებით მაღალია. გამოყავით დრო და იფიქრეთ, ვინ გსურთ რომ იყოთ. შემდეგ კითხეთ საკუთარ თავს, რა უნდა გააკეთოთ იმისთვის, რომ გახდეთ ეს ადამიანი. ქცევა ხშირად არის პასუხი ან იდენტობის გარეგნული გამოვლინება. კოგნიტორი ძილი არის მაშინ, როდესაც თქვენ მიყვებით იმ ნორმებს, რომლებსაც იცნობდით გაზდისას, ამ ნარატივების გამოწვევის გარეშე. თქვენ შეიცვლებით, როდესაც გააცნობიერებთ იმ სცენარებს, რომლებსაც თქვენს ცხოვრებაში ასრულებთ. მაგალითად, თქვენ საშუალო ხართ მათემატიკაში და თქვენმა გამოცდილებამ განაპირობა, რომ იფიქროთ, მათემატიკა თქვენთვის არ არის. დროთა განმავლობაში თქვენ აგროვებთ მტკიცებულებებს თქვენი შეფასებებიდან, რაც ამყარებს რწმენას, რომ ცუდი ხართ მათემატიკაში. თქვენი აზროვნების ან მათემატიკის შესახებ რწმენის შეცვლა ქმნის ახალ რეალობას. ბოლოს და ბოლოს თქვენ საშუალო ხართ და არა ცუდი. თქვენი რწმენა ყალიბდება მთელი ცხოვრების განმავლობაში. ბავშვობაში და მოზარდობისას თქვენს ღირებულებებზე დიდი გავლენა არ გაქვთ. მათ განსაზღვრავს თქვენი გარემო, მათ შორის თქვენი მშობლები, სკოლა, მეგობრები და მედია, რომელსაც ყოველდღიურად მოიხმართ. ამ გავლენას შეუძლია იყოს სასარგებლო, მოგაწოდოთ დამხმარე და გამჭრიახი რწმენა, ან საზიანო, დააზიანოს თქვენი მსოფლმხედველობა და ზოგადი დამოკიდებულება. ზდრასრულ ასაკში თქვენ შეგიძლიათ შეგნებულად დაშალოთ ის რწმენა, რომელიც გეხმარებათ და დატოვოთ ის, რაც სარგებელს მოგიტანთ. თქვენს აქტივობებს შეუძლია დაგეხმაროთ, რომ უკეთესობისკენ შეცვალოთ თქვენი იდენტობა. იდენტობაზე დაფუძნებული ჩვევების კონცეფციის გააზრება. ჩვევები და იდენტობა ერთმანეთს კვებავს. ეს ორმხრივი პროცესია. თუმცა არსებითია, რომ უფრო მეტი დრო დაუთმოთ იდენტობას, ვიდრე თქვენი მიზნების შედეგებს. თუ თქვენს ღირებულებებს მართვის სადავეებს გადასცემთ, თქვენი შედეგები თქვენს რწმენასთან შესაბამისობაში მოვა. ჩვევების ყველაზე დიდი სარგებელი ის არის, რომ მათ შეუძლიათ შეცვალონ ადამიანის თვითახკმა. თუ ჩვევა თავს კარგად გაგრძნობინებთ, ის თქვენი ყოველდღიური რუტინის ნაწილი გახადეთ. მაგრამ თუ ჩვევა და მისი შედეგები გაწუხებთ, სავარაუდოდ მის გამეორებას თავს აარიდებთ. ტვინი ახდენს ჩვევების ავტომატიზაციას, რადგან ისინი სასიამოვნოდ მიაჩნია. ისინი არსებობენ როგორც ბერკეტი, რომელიც დაგეხმარებათ ენერგიის დაზოგვაში. ჩვევები არის გონებრივი მალსახმობები, რომლებიც გამოცდილებიდან არის ნასწავლი. ჩვევების შექმნისას ტვინში აქტივობის დონე იკლებს. თქვენ სწავლობთ წარმატების მომასწავებელ ნიშნებზე ფოკუსირებას და ყველაფერ დანარჩენის უგულებელყოფას. ჯეიმს კლირი. ცხოვრებაში აუცილებელი საგნების ავტომატიზაციით თქვენ ქმნით გონებრივ სივრცეს თქვენთვის. კრეატიულობა მოდის აზროვნებისთვის გონებრივი სივრცის შექმნიდან. როდესაც ახალი აზრებისთვის არის სივრცე, შეგიძლიათ შექმნათ გეგმები და იდეები, რომლებსაც უკეთესი მასშტაბი და შინაარსი ექნება. ჩვევები ყალიბდება 4-ეტაპიანი პროცედურით. ნიშანია, როდესაც რაღაც უბიძგებს ტვინს ქცევის გამოვლენისკენ. მას შემდეგ, რაც ის გააქტიურდება, იწყებთ ამ ქცევისკენ სწრაფვას. სანამ ამ მოთხოვნილებას არ უპასუხებთ, თქვენი ემოციები ქაოსური იქნება. მოთხოვნილებებზე რეაგირება ჯილდოს მოგტანთ. როდესაც სარგებელს მიიღებთ, თქვენ იმეორებთ თქვენს ქმედებებს და ქმნით ჩვევის მარკუშს. თითოეულ ჩვევას აქვს მიზანი, რომელიც მის მიერ მოცემული ჯილდოთი არის წარმოდგენილი. ნიშანი გიჩვენებთ ჯილდოს. შემდეგ თქვენ გინდათ ჯილდო. მასზე რეაგირებით, თქვენ იწყებთ მუშაობას მის მისაღებად. ჯილდოები ორნაირად გვემსახურება: კმაყოფილება, სწავლება. იმისთვის, რომ ქცევა ჩამოყალიბდეს, 4-ვე ეტაპი ნიშანი, სურვილი, რეაგირება და ჯილდო უნდა იყოს წარმოდგენილი. არსებობს ეტაპების ორი ჯგუფი: პრობლემის ფაზა, ნიშანი და სურვილი. გადაწყვეტის ფაზა, რეაგირება და ჯილდო.
კარგი ჩვევების შესაქმნელად შეგიძლიათ გამოიყენოთ ქცევის ცვლილების ეს 4 პრინციპი. გახადეთ ის ნათელი, გახადეთ ის მიმზიდველი, გახადეთ ის მარტივი, გახადეთ ის სასიამოვნო. ამ კანონების შებრუნება ასევე ემსახურება ცუდი ჩვევების აღმოფხვრას. გააქრეთ ის, გახადეთ ის არამიმზიდველი, გახადეთ ის რთული, გახადეთ ის უსარგებლო. ქცევის ცვლილება იწყება ცნობიერებით. პრაქტიკა თქვენს ტვინს ავარჯიშებს, რომ მარტივად ამოიცნოს ისინი. ბევრმა ჩვენგანმა არ იცის, თუ რამდენი აქტივობის ავტომატიზაციას ახდენს ჩვენი ტვინი. თმის ზრდა, სისხლის მიმოქცევა, სუნთქვა, საწმლის მონელება და ასე შემდეგ. ტვინის ავტომატური ბრძანებებია სხეულის შესაბამისი ნაწილებისთვის. თქვენს ცნობიერებაზე მეტი ხართ. თქვენ შეგიძლიათ ავარჯიშოთ თქვენი ტვინი, რომ კარგი ჩვევების ავტომატიზაცია მოახდინოს, რათა არ მოგიწიოთ იმაზე ფიქრი, რასაც აკეთებთ. გარკვეული პერიოდის შემდეგ ნიშანი ზედმეტი ხდება და თქვენს ტვინს უკვე ნასწავლი აქვს ჩვევის ავტომატურად შესრულება. როდესაც რაღაც ჩვევაა, ამას ცნობიერი ყურადღების გარეშე აკეთებთ. ცნობიერება ქცევის ცვლილების პირველი ნაბიჯია. მაგალითად, დაფიქრდით მართვის სწავლაზე. თავიდან ყოველი უმცირესი დეტალის გაცნობიერება გიწევთ და მრავალი დავალების ერთდროულად შესრულება გიჭირთ. მაგრამ პრაქტიკით მართვა ავტომატური ხდება და შეგიძლიათ მრავალი ბრძანება ერთდროულად შეასრულოთ. მითითება და ხმამაღლა წარმოთქმა არის იაპონიის სარკინიგზო სისტემის მიერ გამოყენებული სტრატეგია, რომ შეცდომები მინიმუმამდე დაიყვანოს, რამაც შეიძლება უბედური შემთხვევები გამოიწვიოს. ოპერატორები საგნებზე მიუთითებენ და ხმამაღლა წარმოთქვამენ ბრძანებებს, როგორც კი ამას აკეთებენ. ისინი ხმამაღლა ამბობენ ყოველ ნივთზე და აცხადებენ, თუ რა უნდა გაკეთდეს მასთან დაკავშირებით. ეს ერთი შეხედვით ჩვეულებრივი აქტივობა ამცირებს რისკს იმით, რომ მოვლენები, რომლებიც ადრე არაცნობიერი იყო, შემოაქვს თქვენს ცნობიერებაში. ქცევის ცვლილების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია ჩვევების ქულათა ბარათის შენახა. ეს ქულათა ბარათი შეიცავს შაბლონების ჩამონათვალს, რომლებსაც თქვენ ყოველდღიურად იყენებთ, იქნება ეს კარგი, ნეიტრალური თუ ცუდი. ნეიტრალური ჩვევები იღებს ნიშანს, კარგი ჩვევები იღებს პლუს ნიშანს, ხოლო ცუდი ჩვევები იღებს მინუს ნიშანს. თქვენ გაქვთ დადებითი ტენდენციები, თუ ყველა თქვენი ჩვევის დამატებით მიიღებთ დადებით ქულას. უარყოფითი ქულა კი უარყოფით შაბლონზე მიუთითებს. თავიდან ნელა შეცვალეთ ჩვევები. დააკვირდით და ისწავლეთ თქვენი არჩევანის შედეგებიდან, სანამ გადაწყვეტთ რა უნდა გააკეთოთ მათ შესახებ. იცოდით, მითითებისა და ხმამაღლა წარმოთქმის სტრატეგია ამცირებს შეცდომების რაოდენობას 85%-ით და ამცირებს უბედურ შეთხევებს 20%-ით. განხორციელების განზრახვა და ჩვევების დაწყობა. განხორციელების განზრახვა არის სტრატეგია, რომელიც მოითხოვს თქვენგან განაცხადოთ იმ აქტივობის დრო და ადგილი, რომლის შესრულებაც ხსურთ. ფორმულა მარტივია და ასე ჟღერს: მე ქცევა, დრო, ადგილას გავაკეთებ. მიუხედავად იმისა, რომ თქვენი ქმედებებისთვის მრავალი მინიშნება არსებობს, ყველაზე გავრცელებული ორი მინიშნებაა დრო და ადგილი. განხორციელების განზრახვა ამ ორ შეხსენებას იხენებს. ჩვევების დაწყობა არის ტექნიკა, რომელიც გიბიძგებთ გააერთიანოთ რუტინები. შეგიძლიათ თქვენს დილის ყავას მიუერთოთ ახალი ამბების კითხვა. უფრო ადვილია ახალი ჩვევის სწავლა, როდესაც მას არსებულს უერთებთ. შაბლონების მთელი ჯაჭვი შეიძლება ჩამოყალიბდეს ჩვევების დაწყობის საფუძვლების დანერგვით. თქვენ არ გექნებათ სრულიად განსხვავებული საქმის კეთებით გამოწვეული დატვირთვა და არ მოგიწევთ გზის ნულიდან პოვნა. ამის ნაცვლად, თქვენი არსებული რუტინები მოგაწვდით საჭირო კომფორტს და თქვენ მათ შეავსებთ მცირე ცვლილებებით. რუტინების დაწყობის ეფექტურობა დამოკიდებულია ძირეულ ნიშანზე, რომელიც იწყებს ჯაჭვს. ამ ტექნიკით თქვენ არ გიწევთ დროზე და ადგილზე ფიქრი. არსებულ შაბლონში ეს დეტალები უკვე ჩაშენებულია. ეს სტრატეგიები ქცევის შეცვლის პირველი კანონის ეფექტური გამოყენების გზებია. მათ მიერ შექმნილი მინიშნებები ნათელია, ხოლო სწორი გამოყენება აადვილებს ახალი ქცევის გამოვლენას. თქვენი გარემო ხშირად გიბიძგებთ გააკეთოთ გარკვეული არჩევანი, რომელიც ეწინააღმდეგება თქვენს იდენტობას. დახვეწილად, თქვენს გარემოს შეუძლია აიძულოს თქვენ, რომ მოიქცეთ კონკრეტული გზებით. კურტ ლევინმა თქვა, რომ ქცევა არის ფუნქცია, რომელსაც ადამიანი ასრულებს მისი გარემოს პირობებში.
თქვენ უფრო მეტად უნდა იცოდეთ ამის შესახებ და იცოდეთ, როდის არ უნდა დანებდეთ იმპულსებს, რომლებსაც გარე სამყარო ქმნის თქვენთვის. მაგალითად, თუ გსურთ მოწევისთვის თავის დანებება და თქვენი მეგობრები ხშირად ეწევიან, უნდა გაითვალისწინოთ, როდის ჩნდება მოწევის სურვილი, ხოლო იმიტომ, რომ არ გსურთ რაღაც გამოგრჩეთ. 20 წლის ნაკლები ხნის შემდეგ ეკონომისტმა ჰოკინს სტერნმა აღმოაჩინა, რომ იგივე პრინციპი ვრცელდება რეკლამებზეც. სტერნმა აღმოაჩინა, რომ პროდუქტის პირველად დანახვისას მყიდველებს შეიძლება გაუჩნდეთ ამ პროდუქტის საჭიროება. მან ამ მოვლენას წინადადების იმპულსური ყიდვა უწოდა. ყოველი ცოცხალი არსება სამყაროს თავისებურად აღიქვამს. ადამიანის აღქმის ძირითადი საშუალება მისი სენსორული ნერვული სისტემაა. 11 მილიონი რეცეპტორიდან ყველაზე მეტი 10 მილიონი მხედველობაზე მოდის. კარგია, რომ თქვენ შეგიძლიათ შექმნათ გარემო, სადაც დაინახავთ იმას, რისი დანახვაც გსურთ. ჩვევა შეიძლება მიმზიდველი გახდეს, თუ მას სწორი ვიზუალური ნიშნები აქვს. შეგიძლიათ გამოიყენოთ ისეთი სტრატეგიები, რომლებიც ხელს უწყობენ ცუდ ჩვევებს, რათა ხელი შეუწყოთ კარგებს. თქვენ უფრო მეტად ჩამოიყალიბებთ ჩვევას, როდესაც თქვენს გარემოში მრავალი ტრიგერია. მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ მაღალი თვითკონტროლის მქონე ადამიანებმა შექმნეს თავიანთი ცხოვრება ისე, რომ თავიდან აიცილონ ის ნიშნები, რომლებმაც შეიძლება ხელიდან გაუშვან კონტროლი. გადააწყვეთ თქვენი გარემო, რათა მიიღოთ ის შედეგები, რომლებსაც თქვენს ცხოვრებაში ეძებთ. თვითკონტროლი მუშაობს მაშინ, როდესაც მოულოდნელად აღმოჩნდებით კომპრომატულ სიტუაციაში. როდესაც ყოველდღიურად გიწევთ ძალის მოკრება ცდუნებების დასაძლევად, მხოლოდ დროის საკითხია, სანამ მასში ჩავარდებით. ოპტიმიზაცია გაუკეთეთ თქვენს გარემოს, რათა დაზოგოთ თქვენი ნებისყოფა მაშინ, როცა ის საჭიროა. ეს გარემო მოიცავს ონლაინ სამყაროსაც. ჩვენ გსურს გავიმეოროთ ის აქტივობები, რომლებიც სიხარულს გვანიჭებს. ადამიანის ტვინი აფასებს დაუყოვნებელ ჯილდოებს. ანგარიშვალდებული პარტნიორი შეიძლება დაგეხმაროთ, რომ მოითხოვოთ ჯარიმები იმ ჩვევებისთვის, რომელთა შეჩერებაც გსურთ. ადამიანები მიდრეკილნი არიან, რომ ეძებონ სხვების მოწონება. ამგვარად ჩვენ გსურს შევინარჩუნოთ ის სოციალური კონტაქტები, რომლებსაც ვამყარებთ. უფრო ადვილია პროგრესი, როდესაც ჩვევა, რომელსაც ქმნით, შეესაბამება თქვენს ღირებულებებს და არ მოითხოვს თქვენგან ისეთი რამის კეთებას, რის შესახებაც არაფერი იცით. ეს გამოწვევა მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენ მიდრეკილნი ვართ, რომ ინტერესი დავკარგოთ მოსაწყენი და რუტინული საქმეების მიმართ. კმაყოფილება მოდის რაიმე სახის დაბრკოლების გადალახვიდან. მიზანმიმართული პრაქტიკა გინარჩუნებთ სიფხილზეს და თვალს გიხელთ შეცდომებზე, რომლებიც რუტინას შეიძლება არ დაენახა. მაგალითად, ადამიანს, რომელმაც ისწავლა ავტომობილის მართვა, შეიძლება გაუჭირდეს, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგაც გააგრძელოს მართვის იმ ასპექტების დანახვა, რომლებსაც გაუმჯობესება სჭირდება. მაგრამ მიზანი გიბიძგებთ, რომ მუდმივად ეცადოთ, რომ გქონდეთ ცნობიერების გრძნობა, რომელიც მიგითითებთ შესაძლო ბრმა წერტილებზე. თქვენ შეგიძლიათ მიაღწიოთ დახვეწილობას ჩვევებითა და განზრახ ქმედებებით. ტვინის რეაქცია მიმზიდველ შესაძლებლობებზე მყისიერია. სწრაფვა გაჩენისთანავე დოფამინის დონის ცვლილებით მიინიშნება. დოფამინი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვევების ფორმირებისთვის. ყველაზე ნარკოტიკული ნივთიერებები დოფამინის მაღალ დოზას გამოყოფენ, რის გამოც მათი დაძლევა რთულია. ჩვეულებრივი აქტივობები, როგორიცაა წყლის დალევა, სექსი და ჭამა, ასევე გამოყოფენ დოფამინს. ჯილდოს მოლოდინი ტვინზე უფრო ძლიერ გავლენას ახდენს, ვიდრე თავად ჯილდო. სწორედ ეს გრძნობა იწვევს ყოველ ქმედებას. თქვენთვის საყვარელი საქმის კეთება იმ ჩვევასთან ერთად, რომლის გამომუშავებაც გსურთ, უფრო მიმზიდველს ხდის მას. ეს პროცესი ცნობილია როგორც ცდუნებების შეკვრა. ცდუნებების შეკვრა არის პრემეკის პრინციპის გამოყენება, რომელიც ამბობს, რომ ძალიან სასიამოვნო აქტივობების გამოყენება შეიძლება ნაკლებად მიმზიდველი, მაგრამ არსებითი ქცევების გასამყარებლად. მაგალითად, უყუროთ თქვენ საყვარელ სატელევიზიო შოუს მხოლოდ მაშინ, როცა ვარჯიშობთ, ან ეწვიოთ თქვენ საყვარელ კაფეს, როდესაც მეცადინეობთ. ჩვენი კულტურული კონტექსტი განსაზღვრავს ქცევებს, რომლებიც მოგწონს. ჯგუფის ან ტომისადმი მიკუთვნების ჩვენი თანდაყოლილი სურვილი გვაიძულებს მივიღოთ ქცევები, რომლებსაც ჯგუფი აქებს. ეს ჯგუფი შეიძლება იყოს ადამიანები, რომლებსაც აღფრთოვანებული ვართ, ადამიანები, რომლებსაც ჩვენნაირი წარმომავლობა აქვთ, ან ჩვენი ახლო ურთიერთობები. ჯგუფური ქცევა ხშირად სჭარბობს ინდივიდუალურ ქცევას.
თუ ადამიანი, რომელიც არ არის ბულებს მეგობრად ინარჩუნებს, ისინი შეიძლება თავადაც ბულებად იქცნენ, რათა ჯგუფისთვის მაგარები გამოჩნდნენ. თქვენ უნდა იცოდეთ, როგორ მოქმედებს თქვენზე გარეკცევა. ასევე კარგი იდეაა, რომ გარშემორტყმული იყოთ ადამიანებით, რომლებიც თავს კარგად გაგრძნობინებენ და არ გაიძულებენ გააკეთოთ ის, რაც თავს უხერხულად გაგრძნობინებთ. ჩვევის ფორმირებისას სიხშირე უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ხანგრძლივობა. განმეორებითი პრაქტიკა უკეთესია, ვიდრე დახვეწილი დაგეგმა და განხორციელება, როდესაც გსურთ ჩვევის გამომუშავება. სიმარტივის შენარჩურება ქცევითი ცვლილების მესამე პრინციპია. ბევრჯერ რაღაცის გაკეთება ნიშნავს, რომ ცოტ-ცოტა უნდა აკეთოთ. მოიშორეთ იმდენი დაბრკოლება, რამდენიც შესაძლებელია, რათა უზრუნველყოთ ახალი ჩვევის ფორმირების გაგრძელება. დარწმუნდით, რომ მისი დასრულება მცირე დროში შეგიძლიათ. გამოიყენეთ 2 წუთის წესი. თითოეულ ახალ ჩვევას არ უნდა დასჭირდეს 2 წუთზე მეტი. დრო უნდა გაიზარდოს მას შემდეგ, რაც მას დაეუფლებით. საპირისპირო გააკეთეთ იმ ჩვევებისთვის, რომელთა შეწყვეტაც გსურთ. გახადეთ პრაქტიკა რთული. თუ შეზღუდავთ წვდომას ჩვევის გამომუშავების ნიშნებთან, საბოლოოდ მათ თქვენი ცხოვრებიდან მოშორებას შეძლებთ. დასკვნა. ჩვევები იცვლება, როდესაც თქვენ თავს იკავებთ, რომ დიდი ხნის განმავლობაში ყოველდღიურად 1%-იანი გაუმჯობესება მოახდინოთ. ატომების მსგავსად, ეს გაუმჯობესებები გროვდება მთლიანი ორგანიზმის შესაქმნელად. ამგვარად, ფოკუსირება მოახდინეთ სისტემების შექმნაზე, რომელიც საშუალებას მოგცემთ, რომ დააწყოთ ეს ატომები. სისტემებზე ფოკუსირება უზრუნველყოფს, რომ გააგრძელოთ გაუმჯობესება მას შემდეგაც, რაც მიაღწევთ კონკრეტულ მიზნებს ან ეტაპებს, რომლებიც თქვენ დასახეთ თქვენთვის. სანამ რაღაც ნიშანი გახდება, მას უნდა მიენიჭოს მნიშვნელობა. თუ არ გააცნობიერებთ ნიშანს, მისი სურვილი შეუძლებელი იქნება. კმაყოფილება თქვენი ამჟამინდელი სიტუაციით ბედნიერების გასაღებია. ბედნიერება ქრება იმ მომენტში, როდესაც ახალი სურვილი ჩნდება. ჩვენ ვნატრობთ სიამოვნების წარმოდგენას, რომელიც ჩვენს გონებაში იქმნება. ქცევის მამოძრავებელი ძალა სურვილია. თუ თქვენ გამოკვევავთ საჭირო ჩვევის სურვილს, თქვენ შეინარჩუნებთ მას. ემოციები მართავს მოქმედებას. ლოგიკური მიზეზები არ არის ისეთი ძლიერი, როგორც ემოციები. როდესაც რაღაცას აკეთებთ, ხოლო სურვილი რეაგირებამდე მოდის. სწორედ ჩვენი გრძნობები განსაზღვრავს, რას ვაკეთებთ. ჩვენ ვაფასებთ ქმედებებს, ხოლო მას შემდეგ, რაც მათ განვახორციელებთ. როდესაც ეს ქმედებები ჩვენი ტვინისთვის დამაკმაყოფილებელია, მოგვიანებით ვიღებთ შეხსენებებს ამ ქმედებების გასამეორებლად. გაითვალისწინეთ, რა განიჭებთ კმაყოფილებას. სცადეთ დღეს. შექმენით ჩვევების ქულათა ბარათი, რათა დაინახოთ, გაქვთ თუ არა წმიდა დადებითი თუ უარყოფითი შაბლონი. ამოიცანით ერთი რუტინა, რომლის შეწყვეტაც გსურთ და ერთი, რომლის განვითარებაც გსურთ. გამოიყენეთ შესაბამისი მეთოდები ჩვევებზე.